25 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხისანთების ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სცენისა და საახალწლო კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟისათვის აღმაშენებლის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 დეკემბრის 12 საათამდე ღონისძიებების დასრულებამდე იმოქმედებს. მერიის ინფორმაციით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სულაგეზები. ნომერი 1 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 111 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 7 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით ვარლამიშვილის მოედანზე. სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა იმოძრავებს ბროსეს ქუჩის გავლით ფალიაშვილის ქუჩაზე. სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნომერი 41 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სულაგბეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.